მინდა გირჩიოთ რამდენიმე ძალიან საინტერესო და ძლიერი რომანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ძალიან რთული ეტაპის გავლისას წავიკითხე და თითოეული ეს წიგნი ჩემთვის იყო როგორც კარგი მეგობარი და კარგი მრჩეველი, მათგან უამრავი კარგი რჩევა მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე, რაც გამომადგა და ძალიან ბევრ რამეშიც დამეხმარა, ასე რომ მიმაჩნია, რომ ამ წიგნების მეშვეობით თქვენც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით და ცხოვრების რთულ ეტაპსაც უფრო მარტივად გადალახავთ. მარკესის სიყვარულსა და სხვა დემონებზე არაჩვეულებრივი რომანი, რომელიც დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზეც დაგაფიქრებთ. ბენჰარდ შლინკის შვილიშვილი წიგნი ურთიერთობებზე, თაობებს შორის სხვაობაზე, დიდ სიყვარულზე, ძალიან საინტერესო გამოწვევაზეც, მოკლედ არაჩვეულებრივი რომანი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცაზე ცვლის შენს წარმოდგენას და შენს დამოკიდებულებებს. Aldous Huxley-ს მრავალი წლის შემდეგ ერთ ზაფხულს. ჯერ ხომ აი რაღაც საოცრად ლამაზი დიზაინის წიგნია და ძალიან საინტერესოა. წიგნის მთავარი გმირი არის ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მილიონერი, ძალიან მდიდარი ადამიანი, რომელსაც ეშინია სიკვდილის და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ უფრო და უფრო გაიხანგძლივოს ცხოვრება და მოკლედ კითხულობ ამ ადამიანის ამბავს და ძალიან ბევრ რაღაცაზე სულ სხვანაირად ფიქრდები, უცებ იწყებ ძალიან ბევრი რაღაცის გააზრებას ფიქრდები იმაზე თუ რა სარგებელი აქვს ცხოვრებას, თუ მას რიგიანად ვერ გამოიყენებთ, მოკლედ ძალიან კარგი წიგნია და ჩემი უდიდესი რჩევაა რომ წაიკითხოთ ეს წიგნი რადიკალურად შეცვლის თქვენს წარმოდგენებს უამრავ საკითხზე. შემდეგია შედარებით უფრო ესეთი რომანტიკული და სასიყვარულო, ეს არის დეიდა, ხულია და ჯღაბნია, ვარგას ლიოსას რომანი, რომელიც ერთი ამოსუნ თქვით იკითხება და რომანის მოცულობა ნუ შეგაშინებთ. აქ არის საუბარი ძალიან ძლიერ და ერთი შეხედვით თითქოს დააკრძალულ სიყვარულზე, მოკლედ ძალიან კარგი წიგნია და გირჩევთ რომ წაიკითხოთ. მომდევნო წიგნი კი არის კაზანძაკისის ძმათა მჭამელები. წიგნი, რომელიც დაგანახებს როგორც ცვლის დრო და გარემოება ადამიანებს. ეს არის გაბრიელ ტანიეს ანგელოსთა საკითხავი. ალბათ არ არსებობს საკითხი, რასაც ეს რომანი არ შეეხება. აქ არის საუბარი იმედგაცრუებაზე, რწმენაზე, ამ რწმენის დანგრევაზე, სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, შიშებზე, მოკლედ უძლიერესი წიგნია. მარკესი პატრიარქის შემოდგომა, წიგნი, რომელიც გემახსოვრებათ მთელი ცხოვრება და რომელიც გასწავლით ბევრ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს. მოკლედ ეს ის წიგნებია, რომლის წაკითხვასაც გირჩევთ და ასევე გაგახარებთ და გეტყვით, რომ გამომცემლობა ინტელექტს ძალიან კარგი შეთავაზება აქვს აგვისტოს თვეში ქართველი მკითხველისთვის. მათ Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და მიმდინარე შეთავაზებებს გაეცნოთ.